თუ თქვენ ხართ მარტო, არ გიყვარდებათ არავინ, ან თქვენ უყვარდებით ადამიანებს და შემდეგ ეს კავშირი მოულოდნელად წყდება. ვერ პოულობთ სწორ ადამიანს, გაქვთ სულ ტოქსიურ ადამიანებთან კონტაქტი, რომლებიც განგრევენ ფსიქოლოგიურად, ზოგი ფიზიკურად და ვერ ხვდებით რატომ ხდება ეს ყველაფერი და მაინც რატომ გემართებათ თქვენს თავს. როდესაც ადამიანს აქვს ბლოკები თავის ენერგიაში, ეს ადამიანი ვერ პოულობს სწორ გზას არა მარტო სიყვარულში, არამედ ფინანსებშიც. პირველი ბლოკების გამომწვევი არის ჯადო. როდესაც ადამიანი თქვენ ჯადოს გიკეთებთ, მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება ნეკრომაგია თუ უბრალოდ ჯადო გაკეთებული. მეორე გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს თვალი, როდესაც ადამიანი გთვალავთ. ეს შეიძლება იყოს მეზობელი, ქვრივი ქალი, უბრალოდ მეგობარი თუ უცნობი ადამიანიც კი ხშირ შემთხვევაში. არავინ არ საუბრობს ამაზე და ბლოკების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს მამაკაციც, რომელსაც შორიდან მოსწონხართ არ იძახის და ფსიქოლოგიურად ისე ბლოკავთ, ოცნებობს, რომ თქვენს გარდა, მის გარდა თქვენ არც ერთ კაცთან არ გაიხაროთ. კი, ხდება ესეთი რამეებიც, მეგობრებო. თქვენ რომ გონიათ, რომ მამაკაცები არაფერს არ აკეთებენ, მამაკაცები ხშირ შემთხვევაში ქალებზე მეტ ჯადოს აკეთებენ, მერწმუნეთ და ქალებზე მეტ თანხას იხდიან, რომ იმ ქალმა სხვა მამაკაცთან არც გაიხედოს და თუ გაიხედავს, არც გაიხაროს. ვერ წარმოიდგენთ მამაკაცებს რა შეუძლიათ. და ბლოკების ერთ-ერთი მიზეზი კიდევ შეიძლება იყოს თვით დაბლოკვა, ძალიან ბევრი ნერვიულობა, განცდები, დეპრესია. ეს ჯადოზე უარესია, როდესაც ჯანმრთელობა, ფსიქიკა ყველაფერი გერყევათ და აღარაფერი აღარ გამოგდით. ერთადერთი შველა ამ ყველაფრის არის წმენდის რიტუალი. თქვენ იცით, რომ ჩემი წმენდის რიტუალებს შეუძლია სასწაულების მოხდენა და ვინც ერთხელ მაინც მოვიდა ჩემთან, ეს ყველაფერი იმ ადამიანმა გამოსცადა. გარდა იმისა, რომ წმენდის რიტუალებს მე ვაკეთებ, ადამიანებს წმენდის რიტუალზე ვაძლევ საჩუქრად ბარაქის რიტუალს და სილამაზის რიტუალს, რათა ადამიანმა გაიგოს ჩემი ძალა, მიხვდეს მე ვინ ვარ, რა ვარ და 16-დან 21 დღეში შეცვალოს ცხოვრება და მიხვდეს მე ვინ ვარ და ვისთან აქვს საქმე, როგორი სიძლიერის ადამიანთან.